განმავლობაში ევროპული განვითარების დარბაზში ყოფნა დემოკრატიის განვითარებით ქონდა მოტანილი. დღეს ჩვენ ამ დარბაზში ვიხილეთ ერთი ქალის რევოლუცია რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს მზია ამაღლობელმა თავის სიჩუმით უკვე დაამხო ბიძინა ივანიშვილი. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის დამხობა დარბაზში. მისი სიჩუმით, მისი უდრეკებით, მისი შეუპოვრებით, მისი ბრძოლით ამ ადამიანმა ერთმა ქალმა ჩვენს თვალწინ ამხილა და დაამხო რეჟიმი. დიახ, ეს ნამდვილად იყო ერთი ქალის რევოლუცია ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებაზე მე სიმართლე გითხრათ, მნიშვნელობა იმას არ ჰქონდა ეს მოსამართლედ წოდებული პოლიტიკური მონა 2 წელს გამოაცხადებდა 3 წელს თუ 7 წელს. ფაქტიურად განდახევა იყო. იცით რა არის ნოდარ? შეიძლება ტაქტიკურად მათ ასე განსაზღვრეს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი განწყობები დაეცხროთ და ერთგვარად უკან დახევად გაესაღებინათ, მაგრამ არა, მე ეს არ მიმაჩნია, რომ უკან დახევაა. არ მიმაჩნია, რომ უკან დახევა, ეს უბრალოდ არის ხალხის მოტყუების მცდელობა იმისთვის, რომ ჩვენი სოლიდარობა გაქრეს და ის ერთი ქალის რევოლუცია, რომელიც ჩვენ დღეს ვიხილეთ მზია ამაღლობელის მხრიდან, ჩაცხრეს და აორთქლდეს. და ეს არ უნდა მოხდეს პირიქით. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამ ენერგიის კონსოლიდაცია და ამ რეჟიმის დამხობა, რომელიც ასეთ უსამართლობას ჩადის ამ ერთი ქალის წინააღმდეგ. ჩვენ ერთსაც ვიტყვი, ეს რეჟიმი უბრალოდ არ შემიძლია არ თქვა, რომელიც მუდმივად გვახსენებს ვითომ და გვიმტკიცებს ფარისეულად, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია. დიახ, დღეს ნამდვილად ვიხილეთ, რომ ქალი ქალია, რომ მზია ამაღლობელი არის ამაყი, ძლიერი, პატრიოტი, ქართველი ქალი, მაგრამ აი დგებუაძე, რომ კაცი არ არის, ეს ნამდვილად დაინახა მთელმა ქვეყანამ.